გრძელდება ჩვენი მოგზაურობა ჰენდექში, სადაც მუჰაჯირები 150 წლის წინ დასახლდნენ. ჩვენ აქ მდებარე რამდენიმე ქართულ სოფელს ვესტუმრეთ და ბევრი საინტერესო ისტორია მოვისმინეთ. ჰენდეკი სტამბოლიდან 200 კილომეტრით არის დაშორებული. აქ ძირითადად მურღულიდან და აჭარიდან გადმოსახლებულ მუჰაჯირთა შთამომავლები ცხოვრობენ. ჰენდეკის სხვადასხვა სოფლებში ჩვენი ბურების დასახლება რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდგომ 1877-1878 წლებში დაიწყო. მიუხედავად დროის სვლისა, აქ მცხოვრები გურჯები არ ივიწყებენ წინაპრების ტრადიციებს და შეძლების დაგვარად დღესაც ქართულად ცხოვრობენ. ბურებით დასახლებულ ქართულ სოფელში დილა საკმაოდ ადრე, ბოსტანში ფუსფუსით იწყება. აქ სეირნობისას მოხუცი ცოლ-ქმარი შევნიშნე, რომელთა საუბარმა ჩემი ყურადღება მოიპყრა. ხალი რა ასე მოდახე გამარჯობა. როგორ ახართ? კაი ხართ? კაი, შევარდო. კარგად ვარ. როგორ ხარ, ბებო? რა შვრები? მოდი ჩაგეხუტოთ. ჩემეხუტე, ჩემალამაზო გოგო. რა შვრები? ფხალს კრებ. ფხალკრებ, დედაბერი. რა უნდა მოგვიმგზადო? რაც ხაგინდანა სული გთხოვენ იმა. აჰა. რა კარგი ბოსტანი გაქვს? რა გაქვს მოყვანილი კიდევ? აქში ზაფხულში ლობიო მაქვს ზამთარში ფხალი. ლობიო, ფხალი, სიმინდი. სიმინდი. კიდევ რა მოდის აქ კარგად? კარგად. yani თელი გამოდის. ხალი, ლობიო, ხაფი, კიტრი, მიწი ხაფაი. ონიანა ბიჭოლო. აგურიე. კარტოფი, ხაფაი აიცი. მიწი ხაფასაც დახეთ. ჩვენ კარტოფი. კარტოფილი, კი. ბებო, თქვენ როგორ ცხოვრობთ სოფელში? რამდენად კარგი სოფელი გაქვთ და რამდენად გიყვართ აქაურობა? 10 წელიწადია შევყვარე, ენძინა ქავრი არ ვიყავ. ისტანბოლისა ვიყავ. რატომ ჩამოხვედით აქ? დავბედით სოფელში გაზრდილი, სოფელი მოგვინდა. ეს სახლი გავაკეთეთ, აქ გამებარით. ქართული ასე კარგად როგორ ისწავლეთ? ბევრი რამე ვევიწავლე. გელინი მყავს ქავრი ჰამა. ეუხანა არ ვიყავ, წავეულ, ისე მფობეო დევწავლედით მისიდან. ცხოვრება როგორია აქ, ცხოვრება? ზაფხული ზორია, ზამთარი კაია. ზაფხული სიცხეა ძალიან. თქვენ რამდენი ხანია ცოლ-ქმარი ხართ? როდის დაქორწინდით? 50 წელიწადია. 25 წელიწად მემლექეთში ვიყავ. მაჯახელი, იზმირწეველი. ეთი 10 წელიწადის იქ გამოვიყვანთ, იმას მემენ 25 წელიწადის ისტანბულ. და შემდეგ დაბრუნდით აქ, სოფელში. სონი აქნა გავწიწოთ ტოტები და ავწვეთ. თქვენ ხართ ორთავე ქართველი, ხო? ხო. ძველად ქართველი ქართველს უნდა გაყოლოდა, ხო, ცოლად? და ქართველი მოგეყვანა. სხვას ამიცემდნენ. ახლა ისე აღარ არის. ქართველები ანუ გურჯებს მიცემდნენ, სხვა თურქებს არ მიცემდნენ. yani ბანჯებ არ აძლევდნენ გარა მემლექეთებისა. ის და იქაური იყოს, თურქისა იყოს, ის და ება ნამყოფნი წაყევ, მოყევ. ახლა შეიცვალა დრო. ახლა შეიცვალა. წვიტები დიდვან აღარ უყურებენ. ჩვენი ავეს თუ შესვაფერებთ წოდეთ ვეს გურჯებს გავხდით მელეზი. გვერევათლად. რომელი ვთქვათ ფიქრობთ. არა, ქართულად უნდა გააგრძელოთ ცხოვრება, იმიტომ რომ ეს ტრადიციაა და თქვენი მემლექეთი ხო იცი ჩვენთან არის საქართველოში. იმკენა. ბათუმიდან ამოსული არიან დედეები, ამა ჩვენ არ ჩავსულვართ ბათუმში. ჯინსი ჯიბილეთი, ვინმე არა. დედენუნ დედელერუნ დედესი. კორტიზიები არიან ბათუმ. რა გვარი? კორტიზიები. ფეიზიოღლები ახლა ძველი სახელი გვარი კორტიზი იყო. აქ
მემლეკეთში აქ ფეიზიოლი. არიან ჩვენი ხისიმები, მაგრამ ვერ მივალთ, ვერ მოვალთ. ასე თქვენნაირები მოდიან ვაცოდინებთ ერთმანეთს ისე. ვინც მოგვიკითხე, მოხსენეთ ბევრი სლამი. ძალიან დიდი მადლობა იმათმაც თქვენთან დაგვაბარეს ბევრი სელამი და ერთინსნები ვართ გურჯები. რა თქმა უნდა, ეს თქვენ საქართველოდან უგემრიელესი ჩურჩხელა შეგიძლიათ მიირთვათ და გემოვნათ რა თუნდა და ახალი წელი მოდის და მინდა რომ ასე ტკბილად და გემრიელად დაგიდგეთ ეს 2026 წელი. კარგად იყავით აბა. ერთ-ერთ მაღალ ადგილას კარტლაში ამოვედით, სადაც ეს უძველესი სახლი უნდა დავათვალიეროთ. სახლი დაახლოებით 150 წელზე მეტი ხნისაა და აქ ჩვენებურები დღემდე ცხოვრობენ. გამარჯობათ! მომზანდი ბუირონ, გეგმარჯო. შემოვალ თუ შეიძლება. როგორ ხართ? კარგად ვარ, შენ როგორ ხარ? კარგად, მადლობა. შეიძლება რომ დავათვალიეროთ თქვენი ეს უძველესი სახლი? ჩვენი ძველი სახლი 150 წლის სახლია. 150, ანუ საუკუნეზე მეტი ხნისა. იუზელიანი. 105. კი ბატონო. აი რო გვაჩვენოთ მომზანდი. რამდენი ოთახისგან შედგება თქვენი ეს ძველი სახლი? 1 2 3 4 4 ოთაღი არის. ერთის ეს მისაღები, ხო? ეს არის ერთ-ერთი ძველი სახლი ამ სოფელში, რომელიც არ დაანგრიეთ და დღესაც ინარჩუნებთ. რომ გვიამბოთ, როგორ ააშენეს, ვინ ააშენა? ჩვენი უფროსებმა ააშენეს. იქიდან ჩამოსული უფროსებმა ააშენეს ეს სახლები. ეს აჭარიდან ჩამოვიდა. ხო, აჭარიდან. რა გვარები იყვნენ თქვენი წინაპრები? მისილოღლი. თხილნარიდან ჩვენ ბათუმში ართვინ, ბორჩხაში, თხილნარში, იქაც სოფელი თხილნარი. იქიდან მოვსულ ვარ ჩვენ იზმით ქალაქში. იზმით იქ ცოტა უთხორავდიან, იქიდან აქ მოსულან. ეს სახლი რით არის აშენებული, როგორ? წაბლის დახევლი ხეები, იმით გაკეთებულია ეს. აქ მუხი არ არის, მუხი არ კონდნენ აქ. მუხი არ არის. აქ ახლა ჩვენ ცხოვრობთ ზაფხულში, თხილზე მოვალთ აქა. ზამთარში აქ ვინმე არ ცხოვრობს. ზამთარში ამ სოფლებში ვინმე არ არის. და აქ არის უძველესი ბუხარი, როგორც ვიცი. ხო, ეს სობა, ოჯახი, მუთვაღი. რა საინტერესოა, ყველაფერი აქ იმ სახით არის წარმოდგენილი, როგორც ეს იყო საუკუნეების წინ. და მიხარია, რომ აქაურებმა არ დაანგრიეს და ყველაფრის შენარჩუნება შეძლეს. ეს იყო ბუხარი მაშინ. და შემდეგ უკვე ღუმელი. ეს არ იყო მაშინ. იქ ანთებოდნენ, ევეთ. ეს იყო ხო. რამხელა ნახეთ. და აქ იყო სამზარეულო. ეს სექვია, ხო? სეკვი. მაშინ აქ ეძინათ. და იქ დავინახე სკივრი კიდე. ო, შევეთ. ეს ალბათ უძველესი ბზითვი იყო თქვენი ოჯახის ქალბატონების. ევეთ. თქვენები რომ თხილნარიდან წამოსულან და აქ დასახლებულან. შემდეგ როდის ჩახვედით ბათუმში და როდის გაიცანით ნათესავები? როშაველი 1992, yani 1990. პირველად რო გაიხსნა. იქ პირველი ჩაველი თიფლისში ერთი არხადაში მყავდა ისტანბულში ვიცანი. იმის ტუმარი ვიყა იქა. თიფლისში.
და დღეს ხართ ხო ნათესავებთან ახლოს? გაქვთ ურთიერთობა. Evet, სწორე. რას დაგვაბარებთ ახლა თქვენს ნათესავებთან? რა გადაოცეთ? Selam, მოკითხვა. კარგით, დაგემშვიდობებით. წარმატებებს გისურვებთ. მე გავაგრძელებ თქვენი კუთხის დათვალიერებას. თქვენ კი გაუფრთხილდით წინაპრების უძველეს სახელს. უძველესი სახლის დათვალიერების შემდეგ სოფლის ქალბატონებს ვესტუმრეთ, რომლებიც ჩვენთან შესახვედრად საგულდაგულოდ შეიკრიბნენ. როგორი იყო ძველად გათხოვების ტრადიციები? როგორ გათხოვდით თქვენ? როგორ გავთხოვდით? აშიღი მიიღა. არა, აშიღი არ ვიყა. დიდვანებმა ისე ელჩები გამოგზავნეს თვალდარჩენიან. ჩემი დედამთილი, ჩემი სულალე დამარის. არ გამაქცია ისე მე მინახა ვითხოვანა და ვითხოვანა. მერე მეუღლე როდის დაინახე? როდით დავნახე, მე ეს ნენეს წინ უთქმიან დედას წინ ჩემი. იმას მითხეს, მე მითხა. მე არ მინდოდა გათხოვნა. ამა დედას უნდოდა მიმცა. და მიქცა. მიმცა. როგორი ტრადიციები იყო ძველად? მე ისე ახლას გაივარამა. კარგია yani. მერე შეეგუეთ ერთმანეთს? დიდვანები მყავდა, ორი დედამთილი მყავდა. ორი მული მყავდა სახში. როგორი იყო რძლობა ძველად? ზობა თუ? ზობა არ უშავს ისე. ხან кайიქნები, ხან გონჯი იქნები, ან ისე. მზითვში ჯეიზი რა მოიტანე? ჯეიზი რა მევტანე? რა იყო მაშინ ისე. ხო, სკივში პატისკას ისემები, რა ქვია, კანავიჭები და თენთენები, ხო, იორღანი, ბალიში. მე რა ვიცი, ლოგინი, მატყლის ლოგინი ისე მე იყო. თქვენ დროს როგორი იყო რძლობა? როგორ რასაკეთებდა რძალს რა ევალებოდა სახლში? ზალსამე. ზალი, რავლე ავდგებოდ, mesela წაველით, დედ მამთ მეას აი ამას დედ მამთილი მაზლი მოი. და დირა დგები ჩაიქენე, საჭმელი ქენე, თეილი ერთხელ ავჭამთ, ახორში ფური არის, ფური მოწველე მოი, საჭმელი, სატყობელი ძეები, yani ნორმალი. Aynı სახლის საქმე. დაგავი ახოც, ენცინ ელექტრიკ სუპერგე იყო, ენცინ არ იყო ისინი. სარცხელი გარცხი, ისე რაცხები. მაშინ რთული იყო, ძნელი იყო ეს სახლის საქმეები. სახლის საქმე დააბევრი იყო, ჭუკი გარცხვა, ბილმამრია. მამამთილს ვერ დაელაპარაკებოდი, დედამთილს, ანუ რიდი იყო, ხო? ისინი არ ქენა. ჩემ მამთილი ისე არ იყო. ალა ზოგები სოფრაზე ზალისგან საჭმელის ჯამას ირწყვეთ. ჩემ მამთილმას თეილი ერთხელ მოიდეს და ილას ერთხელ ავჭამობდა. არდეველა ბარგო რამარა. თეილი ერთხელ ავჭამდით, ვილა ბარგებდით, ჩავშესმებდით. ვაი მალე დაწვა, გვიან დაწვა, იმასაც ის ყუსურში არ დამიხედებოდა. კარგი კაცი ყოფილა. კაი კაცი. თუ ყუსურზე არ დაგიხედავდა. ალლა რაზოს, გაიყინა. ახლა როგორ თხოვდებიან? ახლა ტელეფონები თუ ხედვენ, ანაშიოლა, თუ ისემე თუ შეფერდებიან, თუ შეფერდებიან იჭებება, თუ არა რამარა. ახლა დააჩეთი ენცინდეთი დაჰალამაზი იყო. ნიშანი იქნები ვერ გეარ სირცხვილია, უჩუმალა. მაშინ დაჰაკაიყო, ახლა სირცხვილი არა რამარა. ჯებეჭეთი არ დუბმელი მოდიან ხედვინ განახვე. უცინდელი დაჰაგემრელი იყო. როგორი იყო ძველად ქორწილი? რა ტრადიციებს იცავდით? უცინდელი ქორწილები ლამაზი იყო. მეას განაყოფთან წაველი. ჩემ დიდვანებსა უნდოდა. Ondan sonra იქნა işte მეას არ მიდოდნენ ხოშ. დაძმანსებ ვიყავით ამა ერთ მელეში გაზდილი. ისა მამთილი უნდოდა იქნა ქორწილი. საჭმელიანი ქორწილი იქნა მამთილმა. იყო ხო ძველად საჭმელთან, იმიტომ რომ აი ხო აღარ არის. ხო, ლამაზი საჭმელიანი ქორწილი იქნა, ისე ჩალღი მაღი არ იქნებდა. ქალი კაცი ბევრი, გარეული ასე ყარაბალუღი ქორწილი იყო. შენი ტერეფი, კაცის ტერეფი დერკა. სოფლიელი, ლამაზი ქორწილი გედასდა, ყაზასუზი, ბელასუზი. ახლანდელი ქორწილები როგორია? ახლანდელი ქორწილები სალონებშია, თემიზობა იჯებნება, იემე საჭმელის დერდი არ არის, რამე არ არის.
ისე იშდე. მე როგორც ვიცი, თქვენ იცით შელოცვა და ძალიან ბევრი კმაყოფილი თანასოფლელი ყავთ, კურნალობთ, ულოცავთ ამ შელოცვებით და ვინ გასწავლათ? ჩვენ დიდნეებიდან დაწავლილი მაქვანა. იმათთან ჩვენ მიკითხებდნენ, ჩვენს იქიდან ჰემდევ ნახეთ, ჰემდევ წავლეთ. ისე ვინმე მოვდამი ნაღზუნი იყოს, სოკოიანი იყოს, მეჭეჭი იყოს, ისინი მოვდენმი დიდნენადამ დანახული, იმათ უკითხავ. ფაიდეს უჯება, yani ერგობა იმათ ისე ერთი ორი ვქენე, იმის მემრე მოვლენ ისე ნაცნობებმა უკითხავ, გაიხდებიან. როგორია აი რას აკეთებ? სოკოსტინ საკითხავი ელეხმაყური, მელეხმაყური, სოკო წითელი წაგასტაღისერი. ეს იმისი სამი პირჩუ უკითხავ, სამ დღეს. ჩემ დიდნენებმა ჩვენ ვინცხას ისე მე აქვა, სირსვილი, იმის ნაჟუტით დილაიმ შეერფასზე იმის ნაჟუტ აართვავს, ნაცარ გალესავს იმით კარგა, იმ სირსვილიან იერზე წუუსვავს. სამ დღეს ისე მე უჯება. ის ეშველება. ნაღზუნების კითხვა არის. ეგ როგორია? ადემდეცა, სისხლი შეეცა, ბილმა ბილი შეჭამა, ძვალმა ძვალი შეჭამა, მარილით ნებოდა, ქვაქვეშ გვერდობოდა, ჩემი კითხვა, ჩემი ლოცვა, ჩემ ფათმას ერგობოდა. ვაიმე, რა მაგარია. ისის კიდენ სამ დღეს უკითხავ, ისის ერგობა. მოკლედ არაჩვეულებრივია ეს ძველი ტრადიცია, რომ შემოინახეთ და ასე ეხმარებით თქვენს ნათესავებს და მეზობლებს. აი თუ არის ისეთი ძველი ტრადიციული შაირები, ლექსები, რომლებიც ხო აი რომ შემორჩა, აი რომ მოგვიყვეთ. თეხზე მაქვა თაკული, ტაკიტუკი იჯება, არ მოვდა ჩემი არი, ბედა ვახმას იჯება. თუთუნინა მოუკრიფო, ткაცით კუცი იჯება, ჩემი არი მადეიძახა, ლალამას ხმას იჯება. ზრუქში ევდი დეგოდა, ევიარე ჩამევიარე. ერთ გოგომა დეიძახა, აქესკენ გამეარი. ვინ გასწავლათ ეს ლექსები? მე ასე ჩემებური მივაფერი. თქვენით გამოიგონეთ? ხო, მე გამევქო. ასე მივაწყი. ძალიან დიდი მადლობა, მოკლედ თქვენთან ერთად გატარებული დრო ძალიან სასიამოვნოა და ყოველთვის მემახსოვრება. ახლა უნდა დაგემშვიდობოთ, რომ გავაგრძელოთ თქვენი კუთხის დათვალიერება, თქვენი წარმატებას, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ. იმედია კიდევ შევხვდებით. ინშალა. გელოდებით საქართველოში. კიდევ მოდი. სასიამოვნო საუბრის შემდეგ ქართული ენის გაკვეთილისკენ გავეშურეთ, რომელიც ჩვენებურებისთვის კვირაში ერთხელ ტარდება. ოი და ნანა, ოჰოი ნანა, წარბ გახსნილი დავალ განა, საქართველო, ჩემო დედავ, ჩემი სუნთქვა გენაცვალა. ქართული ენის კურსები ჰენდიქში მეორე წელია არსებობს და მას საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ქალბატონი ფატმა ილდის დურსუნი ასწავლის. გაკვეთილები კვირაში ერთხელ მიმდინარეობს და აქ როგორც პატარები, ასევე უფროსებიც სიხარულით მოდიან. Voy, maila mazifa shali ay vin magitana. Voy, maila mazifa shali ay vin magitana. Voy, shemmaziam shemmagagam man magitana. Voy, shemmaziam shemmagagam man magitana. Voy, გამარჯობა, გაგიმარჯოს. როგორ ხართ? სულ კაი ვართ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. მადლობა. რა შვრებით როგორ ხართ? კაი ვარ, შენ რა ვარ? მეც კაი ვარ. ქართულ ენას ვისწავლით, ჩვენ დედა ენას, ჩვენი დედვიანების ენას ვისწავლით, ჩვენ ენას ვისწავლით. ასე ერთად. როგორც ვიცი, მეორე წელია უკვე ატარებთ გაკვეთილებს აქ. გაკვეთილებ მეორე წელია. არის საკმაოდ დიდი ინტერესი. აინტერესებთ ხო შენს მოსწავლეებს? ხო. ახლა გვინდა რომ აქ ხენდექში, ადაფაზარ ხენდექში ბევრი ქართველები არიან, ჩვენებურები არიან. ჩვენ დედაენა არ დევწავლოთ. დიდვანების ერთად არ δεიკარგოს რო გვინდა. ესე შეხე ახალგაზრდები სულ პატარა 5 წლის ბანას ყავს. 65 წლის კაცის ყავს, 70 წლისას ყავს.
გვინდა რომ ერთმანეთს დავასწავლოთ, დევსწავლოთ, ვილაპარაკოთ, წიგნი დევწავლოთ. ამა თერმა კითხვა დაიწავლენ, წერვა კითხვა დაიწავლენ. ახლა საუბრობთ, ლაპარაკობთ. გვინდა რომ არ გადაიკარგოს, ლამაზი ენა გვაქვს. სულ გემიელი და ტკიბილი ენა გვაქვს. ისე არა? მე გემეწმებიან ისე არა? ამა თელ უნდა რომ ესენი ჩვენ ბავშვებმაც დაიწავლოს, ჩვენს დევწავლოთ, ერთად ვილაპარაკოთ და ვიწავლოთ უნდებიან. აუცილებლად ძალიან კარგი სურვილია, სწავლა არასდროს არ არის გვიან და თავარი არის მონდომება. მონდონება. ამა თელ უნდებიან ინშალლა დევწავლოთ. ჩვენი ბაშკანი ალლაჰ რაზი ოლსუნ, იმან გიგვისხნა 2 წელიწადია. იმით აკავრობა მოთხვა ეს კლასი მოგცენ 2 წელიწადი აქში ვისწავლით და ვასწავლით, ერთად ვისწავლით. რა მეთოდებით ასწავლით ბავშვებს და აქ მოსულ მოსწავლეს? ჩვენ გვაქვს დედაენას წიგნი გვაქვს, იმ დედაენას წიგნით ენცინ წერვა კითხვა დავაწავლე, ასოები დავაწავლეთ, ასოები დაიწავლენ. ნენელ ახლა ვკითხულობთ, საუბრობთ, კითხულობთ, ხან ღერობთ, ხან საუბრობთ, ხან ვიჯებით თვლით, ხან კვირის დღეები, საუბრობა ემბევრი, რაფერ გვინდა რომ რაცხა დაგჭირდება ქართული ჩვენ თავ რაცხაფერ ვიტყვით და ველაპარაკებით, ისინი დევწავლოთ გვინდა. ამა მეთოდი დედაენას გაკვეთილები. კვირაში ერთხელ ტარდება თქვენი ენის კურსი. ჩვენი ენის კურსი ერთ დღესა, შაბათ საღამოზე ვართ, 3 საათი გვაქვს კურსი. მაგრამ გვინდა რომ მარტო ენა არ თავდება კულტურია ზენგინიო დიდი რაცხა არის სხვა რაცხების გვაქვს ცეკვას გვინდა სხვა კულტურების გვინდა ინშალლა დაგвихმარებიან და აუცილებლად მე დარწმუნებული ვარ ახლა ვინც გვიყურებს და ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი კულტურული ერთობა აუცილებლად მიიღებს იმ გადაწყვეტილებას რომ აქ გამოაგზავნონ შესაბამისი პედაგოგიც ცეკვის კურსიც გაიხსნათ და შეუძლოთ შემდეგ კონცერტების ჩატარებაც. ინშალლა კონცერტები. იმიტომ რომ აქ მართლაც ძალიან მაგარი ქართველები ცხოვრობენ, ჩვენებურები ცხოვრობენ და ჩვენ მათთან ურთიერთობა არ უნდა გავწყვიტოთ. არ უნდა გავწყვიტოთ. მეც დავესწრებით თქვენს გაკვეთილს და მაინტერესებს ახლა ბავშვების და აი თქვენი მოსწავლეების აი მონდომება, კითხვა და სურვილი და აბა ჩაატარეთ ხელს არ შეგიძლია. მადლობა რომ მოდი და ასე ჩვენ გვესტუმრე მიგვიღე, ჩვენ ძალვან გიგვიხარდა თქვენი მოსვლა. მადლობა თქვენ. კიდევ გესტუმრებით სამომავლოდ. კიდევ გვესტუმრე ინშალლა. აბა გაკვეთილს დავესწროთ. გაგიმარჯოს. ჩანინ ხარ? ჩემი სახელი კერიმია. შენ ვიხარ? ჩემი სახელია მირაი. სად ვიდიხარ? სოფელში. რადგან? ბები, ямона ნატრა. გარგეცეთ. დიდი მადლობა. სასიხარულოა რომ დროისულის მიუხედავად ჩვენებურების შთამომავლები ინარჩუნებენ ენას და აქვთ უდიდესი სურვილი რომ ქართულად იცეკვონ, იმღერონ და გამართულად ისაუბრონ. დაუბრუნდით სოფელში და წინა საახალწლო სამზადის შევხვდით. ღია ცის ქვეშ შეკრებილი დიასახლისები ტრადიციულ კერძებს ერთად ამზადებდნენ და თავშეყრისთვის ემზადებოდნენ. გამარჯობათ! როგორ ხართ? მეც კაი ვარ. რა შვრებით, რა საკეთებთ? შოთებს ვაკეთავთ, სილორი ვაკეთავთ. სამზადისი გაქვთ ხო? სამზადის საჭმელი, ჩვენებური საჭმები გავაკეთეთ, მე ვტანეთ. ახლა თელი მოგწოგოთ და მოგართათნა. დიდი მადლობა. თქვენ რა შვრებით, რა საკეთებთ? ეს ასე შოთი გავათხელეთ, ამის დავკეთეთ, დავჭარით, გამოვაცხოთ და კიდენ სობაშინა გამოვაცხოთ. ენიდან მალდან მაწონინა მოვასხათ. შიგანი იაღელია წყალინა მოვასხათ.
სინორი უნდა მოამზადო. იმას სინორი უძახიდა. კი, ძალიან გემრიელია. ზოლ გემრიელი. საახალწლოდ როგორ ემზადებით? ეხლა ახალი წლის დღეები მოდის. ახალი დღეებში ახლა თეილი შორო ვართ ერთმანეთი არც სურიან ერთმანეთის ვერც ვინახთ ახლა. ყველა საგარი ეწევდა. თუმცა მაინც ეხლა ახალი წელი და სხვადასხვა დღესასწაული არის ისეთი დღეები, რომ უნდა გამონახოთ დრო და ერთად მოხვიდეთ სოფელში და შეიკრიბოთ. ისი ხანდახან ისე იძებნება ქორწილები ახალი წელწადში ასე მევკრიფებით, საჭმები გავაკეთებით, ახლა თეილი მოგკრიფებით, მოგართათნა. ახალი წელწადისთინ. მოამზადეთ ხო კერძები? საჭმები დავამზადეთ, ზოგმა წყლიანი, ზოგმა ხმელი. ახლა თეილი მასებზე დავაწყევით. ახლა ისინი ნავჭამოთ. სიამოვნებით დავაგემოვნებთ თქვენს მიერ მომზადებულ ქართულ კერძებს. Haide, წამობზანდით აბა. წავედით აბა. რამდენი რამ მოგიმზადებიათ რა? თეილი ასენი გავაკეთებით. ეს რა არის? ეს სილორია. ჩააწყებ, მემრე ცხელწყალმა ასხავ, მემრეს ნიორიანი მაწონი. ეს ჟავე. ჟავე, კიტრისავე. ეს ტოლმა. ტოლმა. ეს შოთის ტათლი. შოთის ტათლი. ეს ბუზმა ტათლი უძახით ამას. ბორეგი, ტათლი ბორეგი. ესენის ასე ფათლიჯანი, ბიბერი, სირქელი წყალში აადუღონა, ძმარიან წყალში, მემრე ასე სალათასავე. ეს რა არის? ამათში რა არის? ეს რა საჭმელია პირველად ვხედავ? პირალა, პირალა. ფილალა? ისემე იერმანჯარები და მოხარშავ რენდელიონ, ისემე შეები. იქ? აკა სირცვალია. სირცვალი? აი, სიმინდი მეგობრებო. სიმინდი. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში არ აღნიშნავენ ახალ წელს, მაინც არის ტრადიცია და ხარშავენ სიმინდს, რაც ხვავის და ბარაქის სიმბოლოა, როგორც თუ გინდა კაკალი მააყარე, თუ გინდა კაკალი მააყარე ისე ჭამე. ან ნიგოსთან ერთადაც შეიძლება მისცევა. ხო. ეს მწარებიბერი, ვინც ხას მწარე იამება, იახში, ძმარში, ოდნანა მაადუღონა, მემრე ნიორი ასხავ ცხელცხილი ყავანოში, კონსერვესავენ. ასე ერთად შემოიკრიბებით, ახლა ცხოვრებით ქართველი ხალბატონები, აცილებთ ძველ წელს და ეგებებით ახალს. ესეთი გემრიელობებით, ხო? ძალიან მიხარია. ესე რომ ისევით ეს ტკბილი. ტკბილია. ტკბილი ცომი. გასინჯე ახლა რომელიც გინდა გასინჯე. მე დროებით დაგემშვიდობებით, დავაგემოვნებ ამ გემრიელობებს და შემდეგ ისევ გავაგრძელებ ამ ულამაზეს გარემოში მოგზაურობას. უშერებებია, ძალიან გემრიელი იყო აქ ყველაფერი. მინდა დაგემშვიდობოთ და ეს ტკბილეული ჩურჩხელა და ძალიან გემრიელი კერძების წიგნი მინდა გადმოგცეთ. ეს არის მართლაც რა ვიცი, სამახსოვროთ არაჩვეულებრივი საჩუქარი ჩვენგან და დარწმუნებული ვარ, სულ გაგვიხსენებთ. ალლა რაზოსუნ. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. ალლა რაზოსუნ. helali kene. helali kene. Yaşı davde biya karı damçeni yağı
ღია ნალიაში დავდებია კარი დამჩენია ღია ჩემი გული შენთან დარჩა მითხარ გოგო შენ რა ქვია ჩემი გული შენთან დარჩა მითხარ გოგო შენ რა ქვია გასამარხი მქონდა ყანა ვერ ვისამე მეყოსამა გასამარხი მქონდა ყანა ჰენდექში მოგზაურობის მიწურულს ჩვენებურების მიერ შესრულებული ერთ-ერთი უძველესი ცეკვა უნდა შემოგთავაზოთ, რომელსაც აქაურები ვო-ჰოის ეძახიან. ეს არის ერთ-ერთი გამორჩეული ცეკვა, რომელსაც ჩვენებურები სხვადასხვა დღესასწაულებზე ცეკვავენ. გამარჯობათ კიდევ ერთხელ. როგორ ხართ? როგორ ბრძანდებით? კაი ვართ. ვიფერხულოთნა. რა უნდა შეგვისრულოთ? როგორც ვიცი, ეს არის თქვენი ერთ-ერთი ტრადიციული ცეკვა, რომელსაც ცეკვავდნენ თქვენი წინაპრები და თქვენც ისწავლეთ. დიახ, და ეხაც ცდილობთ, რომ თქვენს მომავალ თაობებსაც ასწავლოთ, შვილებს, შვილიშვილებს, ხო? აბა გითხარი, როგორ ისწავლეთ, რა ცეკვაა? ჩვენ დიდვანებიდან მდევწავლეთ. დიდვანებიდან დამჩენ ჩვენ სათუბოინა ქორწილებზე სამოი ერთარაში მევყარნავთ, ვითამაშავთ, ვიფერხულავთ. ისე ვახით კეჭვირიორ. ვო-ჰოი ქვია, ხო? ვო-ჰოი, ვაჰაი. საკმაოდ კარგი სახელი აქვს, განწყობაზე დაგაყენებთ. ჯილველო არის, ვაჰაი არის, სამითანე ფერხული მაქვანა. შესანიშნავია ნამდვილად სიამოვნებით ვნახავთ თქვენს მიერ შესრულებულ ცეკვას, აბა. ჰაიდი აბა. ჰაიდი. ვოჰოი 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 ნაიდანანი ვოჰოი ღელე ღელე ვოჰოი ევიარევო ვოჰოი 1 კილო ვოჰოი სიმინდივო ვოჰოი რამდონივო ვოჰოი მარცვალია ვოჰოი თქვენ გოგოსთინ ვოჰოი ყურნაშივო ვოჰოი დათლისთინო ვოჰოი ამცალია ვოჰოი ნაიდანანი ვოჰოი ოხოინანი ვოჰოი ორჯისკენვო ვოჰოი ვერგადმე यार वोय चेका जाई वोय तोवारी वो वोय उचिन वो वोय चोबानी वो वोय इका इका वोय अखला अखला वोय वेरगाद में यार वोय ओखोय वोय एवुनुस्ती वोय केरामित वो वोय बीताराफी वोय अख्तारमा वो वोय qizi kendim वोय मा aldım वो वोय tulqari वोय babama vo egidi vo idrista da radidi kha ibreti vo ha ha ასეთია წინასაახალწლო განწყობა ჩვენებურებთან ჰენდექში, რომელიც სტამბულიდან სულ რაღაც 200 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. თუ თქვენ გაინტერესებთ გურჯების ყოფა, ტრადიციები, ცეკვა, სამზარეულო და მოხვიდეთ აუცილებლად ამ ულამაზეს კუთხეში და ეს ადამიანები უფრო ახლოს უნდა გაიცნოთ. მე კიდევ ერთხელ გილოცავთ 2026 წლის მობრძანებას, ხვავი ბარაკა და სიყვარული იყოს თქვენი ცხოვრების მეგზური.